დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. 31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა. გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ამ ერთადერთი შეკითხვით ზუსტად 34 წლის წინ 31 მარტს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით რეფერენდუმი ჩატარდა, რომელზედაც ქვეყნის მოსახლეობამ ხმათა უდიდესი უმრავლესობით 98%-ით მხარის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და სუვერენიტეტს დაუჭირა. სწორედ რეფერენდუმის შედეგები გახდა საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების საფუძველი. დღეს 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც არის. პირველ პრეზიდენტს 86 წელი შეუსრულდებოდა. ეს იყო უდიდესი დღე, უდიდესი გამარჯვება ქართული ხალხის, ვინაიდანაც ჯერ ასეთი დიდი პროცენტით მოსვლა ხალხის საარჩევნო უბანთან, ხუთთან, ერთადერთი შეკითხვით იყო გნება თუ არა რომ აღდგეს 1918 წლის 26 მაისის ის დიდი მოპოვება, მონაპოვარი, რომელიც იყო დამოუკიდებლობის, რომ ის აღდგენილიყო ისევ იმ აქტით. და 90% მოსახლეობისა მივიდა ურნასთან. ეს არის, რა ვიცი, მე არ მახსოვს, რომ ასეთი დიდი პროცენტით რომელიმე არჩევნებზე მისულიყოს ქართველი ადამიანი, საქართველოს მოსახლეობა, მარტო ქართველობაზე არ გულისხმობ. და იქიდან 98%-მა მისცა რასაკვირველია ხმა იმას, რომ ჩვენ ყოფილიყავით დამოუკიდებლობი. რასაკვირველია მინდა აღვნიშნო, რომ მაშინაც იყო უკვე ისეთი რეგიონები, სადაც ვერ ჩატარდა ზუსტად ის, რასაც ჩვენ საუბრობ და რეფერენდუმი ვერ ჩატარდა რამოდენიმე რაიონში, ეს იყო ზნაური, ეს იყო ჯავა, ეს ცხინვალის რეგიონს გულისხმობ. დანარჩენი მეტნაკლებად, ეხლა ყველა ქალაქში ვერ, მაგრამ მაინც ქართველი ვინც უკვე გამოსული იყო რეგიონიდან, მაინც შესაძლებლობა მიეცა და სხვა უბნებში მიეცათ საშუალება რომ ხმა მიეცათ. ამას გულისხმობ მე აფხაზეთის ტერიტორიიდან გამოსულ ხალხზე არის აქ საუბარი. დანარჩენი მე მინდა რომ დღევანდელ დღეს ადამიანებმა კარგად დაუფიქრდნენ როდეს და სად დავიწყეთ ჩვენ ბრძოლა იმისთვის რომ მოგვეპოვებინა ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს გააჩნია ეს თავისუფლება.